დავით ბაციკაძე არ გამორიცხავს, რომ შემდეგი ვინც პარტია ქართული ოცნების რიგებს დატოვებს, დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე იქნება. აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი ვარაუდ სიმით ხსნის, რომ ფუტკარაძე მედია ვასეძის და მურმან დუმბაძის მეგობარია. დეპუტატის ბოლო განცხადებები კი მათი მხარდაჭერის გამოხატულება. დეპუტატების ქმედებებს იგი ვაჭრობად აფასებს. ვიცე-სპიკერის განცხადებებს არ ეთანხმება ჯემალ ფუტკარაძე. დეპუტატი ამბობს, რომ წასვლით პრობლემა არ გადაიჭრება, ამიტომ იგი კოალიციის რიგებში რჩება. თუმცა ფუტკარაძე აქვე განმარტავს, რომ თუკი რეგიონში არსებული მდგომარეობა არ გამოსწორდება და ხალხისათვის დაპირებები ისევ შეუსრულებელი დარჩება, ცალკეული ჯგუფები პარტიას დატოვებენ. ვინ დატოვებს კიდევ ქართულ ოცნებას? დავით ბაციკაძე ფრაქციის თავმჯდომარის კაკო ძნელაძის თანამდებობიდან წასვლის ფაქტს გამორიცხავს. ჯემალ ფუტკარაძეს კი ამის მოლოდინი აქვს. სვეტლანა კუდბა ირწმუნება, რომ უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესის შესახებ არაფერი იცის. ავთანდილ ბერძე ჩვენ შეკითხვებს არ პასუხობს. რაც შეეხება ალექსანდრე ჩიტიშვილს, იგი ფიქრობს, რომ პარტია სხვა არავინ დატოვებს. რა ხდება რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში? მთავარი თემის შესახებ დღის მთავარ გამოშვებაში კი ამბობთ. ყველა მის საკუთარ საზოგადოებას იცის, რომ ჯემალ ფუტკარაძე და მედია ვასაძეც აპირებდნენ წასვლას და დიდი ხანია წვალობენ. და უკვე მიიღო გადაწყვეტილება, აი ეს უკვე ვაჭრობას ემსგავსება. ან რჩებიან და ფიქრობენ, რომ აქ უნდა იყვნენ, ან მიდიან. სხვაზე არ არსებობს. კაკო ძნელაძე ვიცი, რომ მისგან პირადად ვიცი, არც წასვლას არ აპირებს და არაერთხელ უთქვამს ეს ჩემთვის. და ასე რომ არ მგონია კაკო ძნელაძე წავიდეს. მე ვერ დავადასტურებ თუ ვინ შეიძლება იყოს შემდეგი, მაგრამ მე ვთვლი, რომ თუ არ გამოსწორდა სიტუაცია, თუ არ შეიცვალა და ის შეპირებები, რაც ჩვენ ხალხისათვის, რეგიონის მოსახლეობის მიმართ ჰქონდა გაკეთებული, თუ არ შეიცვლება, არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულმა ჯგუფმა კიდევ მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ მე ამ ჯგუფში, რომელიც აი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯერჯერობით ჩემ თავს ვერ მოვიაზრებ. მეტყვი რომ ის ფორმატი, რომელშიც კოალიცია მუშაობს, მაძლევს მე იმ თავისუფლებას, შევინარჩუნოს თავისუფლება, რომელიც ჩემთვის არის თავარი, რომ მე ვიყო ამა თუ იმ კოალიციაში.